უნდა 26-ის ჯერჯერობით ჩამოწერილია და ვნახოთ. მოკლედ არსებობს ბევრი ტექნიკა, რა არის გასაღები წლის სწორად დაგეგმვის პროცესში ფსიქოლოგის დოქტორი თია გოგოტიშვილია დღეს ჩვენთან ერთად და მასთან ერთად შევეცდებით ამ კითხვას პასუხი გავცეთ. ქალბატონო თია, მოგესალმებით. მოგესალმებით. გილოცავთ შობა ახალ წელს და ყველა დღესასწაულს. ასევე მართალია იანვრის ბოლოა, თუმცა ჩვენ დღესასწაულებს ისე ვლოცავთ, იმიტომ რომ ახლახანს დასრულდა ეს ყველაფერი და ქალბატონო თია, მე დავსვი კითხვა, ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი და ერთი სიტყვით შემოიფარგლება დისციპლინა. მე ვიცი რომ ამ კითხვაზე პასუხი ალბათ იქნება ეს სიტყვა, თუმცა მთავარი რაც არის, როგორ უნდა გამოვიმუშავოთ და რა ფაქტორებზე არის დამოკიდებული ამ დისციპლინის გამომუშავება. რაც ყველაზე ძალიან გვიჭირს. ჩვენ ეთნო მახასიათებელი გვაქვს ასეთი, რომ დისციპლინა ჩვენთვის არ არის დიდათ ასე ვთქვათ ყოველდღიურობის ნაწილი და რა თქმა უნდა ეს დისციპლინა ბავშვობიდან როგორც ყველაფერი ბავშვობიდან მოყვება ან არ მოყვება, თუმცა ნებისმიერ ასაკში ადამიანს ვინაიდან თავისუფალი ნება გვაქვს ჩვენ და არჩევანი შეგვიძლია რომ გადავწყვეტოთ რა მჭირდება, რა მაკლია, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. აი ეს კითხვები, რომელიც თვით დაკვირვებას, თვით რეფლექსიას, საკუთარი თავის აღქმას და ბუნებრივი აქედან გამომდინარე საკუთარი ცხოვრების მართვას ეხება, ხომ? თავის უფალი ეს არის, რომ თავის მფლობელი და მართველი იყოს თავის ცხოვრების ადამიანი და თუ გადაწყვეტავს, რომ დისციპლინა არის ის, რაც არის მნიშვნელოვანი ზოგს არ ესმის ამის მნიშვნელობა და რაღაც ესეთი ინერცია, ბოჰემური ცხოვრების სტილი, რომელიც ხელოვნებაში ალბათ, სადაც ადამიანი მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და როცა მუზა მოზდის მაშინ, ესე იგი ქმნის თავის ხელოვნების პროდუქტს, აქ ალბათ არის ის. გაგაწყვეტინებთ და თქვენ წარმოიდგინეთ იმ ხელოვნებაშიც დისციპლინა ძალიან დიდი ადგილი. შემთხვევით არ იყო, რომ პაბლო პიკასო გამოირჩეოდა საოცარი დისციპლინით და იმიტომაც იყო თან საოცარი მნიშვნელობის მხატვარი და თან დიდარი და თან ხელოვანებიც და რომლებიც სხვა შორის დავაკვირდეთ გამონაკლისები რა თქმა უნდა ადასტურებენ კანონზომიერებას, მაგრამ უმეტესობა დაფასდა გარდაცვალების მერე. იმიტომ რომ აქ უამრავი კომპონენტია და მე შემთხვევით არ ვახსენებ პიკასო როგორც ერთ-ერთი ამის გამოხატულება, იმიტომ რომ ეს რუტინული ყოველდღიური დისციპლინა, მუშაობა საკუთარ თავზე ამ შემთხვევაში საკუთარ პროფესიულ ასე ვთქვათ განვითარებაზე და პროფესიული უნარების გავარჯიშებაზე ვიტყოდი, მნიშვნელოვანია. მე ძალიან მარტივად ვეცდები და ასე ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ ეს მარტივია, მაგრამ არ არის იოლი. იმიტომ რომ მონდომება საჭიროა თანმიმდევრულობა. არის რაიმე ტექნიკები, რაც შეიძლება დაგვეხმაროს? შეგვიძლია თავისუფლად პირველ რიგში ვიქონიოთ ჩვენი ასე ვთქვათ კვირის მიახლოებითი აქ არ არის რაღაც ისეთ სკრუპულოზურ სიზუსტეზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გეგმავთ ამ გაგებით, ჩვენს მომავალი არ არის ბუნებრივია, ჩვენ ხელთ და ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ აი დაახლოებით რომ ვიცოდეთ, ვთქვათ, რომ აი ამ და ამ საათებში ეს მჭირდება, შემდგომში ვთქვათ შესვენება და კვების ძალიან მნიშვნელოვანია კვების და ჯანსაღი ცხოვრების ასევე აი ამ რაციონის გათვალისწინება, ძილის ჰიგიენას, რასაც უწოდებთ, რომ ძილის წინ აუცილებლად მინიმუმ 1 საათი ექიმებმა რო ახლა გამიგონ, გამბრაზდებიან, იმიტომ რომ 2 საათს ამბობს მედიცინა, მაგრამ მე ძალიან ლოიალურობიდან გამომდინარე, 1 საათი მაინც, რომ ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ და არ უნდა ვიყოთ აჟიტაციის და რაღაცა ენერგიის მობილიზაციის მდგომარეობაში. აი, გადანაწილება, ხო, აი დაახლოებით ვთქვათ, კვების განრიგი, შემდეგ აი ძილის როდის ირჩევს ადამიანი დაძინებას, რომ ეს არ იყოს სტიქიური. და რა თქმა უნდა, საქმიანობა, რომ აი როდის მუშაობს, როდის, თუ ვიტყვით ახლა მოსწავლეებზე და სტუდენტებზე, როდის მეცადინეობს, როდის ლექციებზეა, როდის ისვენებს და როგორ ისვენებს. ორი კითხვა გვაქვს ჩვენ გეშტალტ თერაპიაში, რომელიც ჩემი სამუშაო მოდელია.
მოდალობა, რომ რა და როგორზე უნდა გქონდეს პასუხი. რატომ ჩვენ არ გვჭირდება ხშირად ახლა თუ მეცნიერებაში ვართ ამ რატომს კი ბატონო იკვლევთ, რა გვჭირდება და როგორ. რომ ვიცოდეთ პასუხი რა არის, ჩემი სურვილი, მოთხოვნილება, რომ ვიყოთ ძალიან კარგ ფორმაში. როგორ? მაშინ რაღაცა არკვევითი დეფიციტი უნდა გავწერო, ვარჯიში უნდა გავწერო და ასე შემდეგ. დეფიციტს არ ასე ვთქვათ, არ წევთ რეკომენდაციას გასაგებია, დაბალანსებას. აი, აქვე დავამატებ ბოდიში ბიჭებთან ბოლო კომენტარი მექნება ამ თემაზე. უბრალოდ აი რადიკალურ ზომებს იღებენ ადამიანები, როდესაც გეგმას ადგენენ, მაგალითად აი ძილი მჭირდება. დავიძინო 9 საათზე, რაც არ გამოდის ისეც. ამიტომ ჯობია რომ ალბათ პატარ-პატარა მიზნები და ჩვენს გრაფიკთან მიახლოებული მორგებული მიზნები. რეალისტური, ხო, არ არის რადიკალური ზომების მიღება. როცა თქვით რომ საერთო ვთქვათ, ერთი კვირის, ერთი თვის გვაქვს ახლოდაშორი მიზნების ცნება, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ყოველი ძილის წინ ჩვენ გავაცნობიეროთ, აი საკუთარი ნებით გადავწყვიტოთ, რომ ხვალ აი ამას და ამას ამ და ამ საათში ვაკეთებ და დილასაც თვალს რო ვახელთ, ეს ჩვენი განრიგი მთლიანად უნდა ვიგრძნოთ, როდის რას ვაკეთებ. არის ან ადამიანები რომ თვითონ ისეთ თქვენ რაც ბრძანეთ, ისეთ განრიგს შეადგენენ, რომ დილას თვალს რო გაახენენ, თვითონ ცუდად ხდებიან ისეთ მოკლედ გადამდებიც არის ხოლმე სხვათა შორის, აი როდესაც გამოდიან ასეთი ნეგატიური განწყობით ადამიანები და შემდეგ ხვდებიან ჩვენ გადამდები აი სწორედ მაგ კუთხით მივდივარ ახლა მე თქვენ ისაუბრეთ დისციპლინაზე და ისე კარგად საუბრობთ არც მინდოდა რომ გაწყვეტილიყო ეს საუბარი მაგრამ ახლა სწორედ აი რაც ავტომაგნეშნა ამ კუთხით მინდა წავიდეთ თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით კი ბატონო შეიძლება ეს თეორიულად ვიცით რომ დისციპლინა ეს ყველაფერი აუცილებელია მაგრამ უმთავრესი რაღაცა რაც არის ამისთვის ეს არის განწყობა რომელიც განწყობის ფსიქოლოგიის სპეციალისტი კი ბატონო და აი ახლა განწყობა როგორც ავტომაგნეს დილას გამოდივარ სახლი და შეხვდება ესეთი ადამიანი გამარჯვებას გეტყვის ისე რომ აღარაფერი აღარ გინდა ან სამსახურში ხო ახლა მაგალითად ჯერ პირველ რიგში განწყობა ჩვენს შეგიქმნით მე და ავტო შევეცდებით რომ კარგი განწყობა შეგიქმნათ და პოზიტიური ენერგია მოგცეთ არაჩვეულებრივი მე რა დავაშავე მე ცუცრას ვაკეთებ არა კომპლიმენტი უთხარით ხალბატონს რაც აი ხო ბაცალე ერთი ჩვენ ყველაფერი გვაქვს სამყაროში ორმხრივი ხო ერთი არის მე და მე საზღვრები წელი დაიწყო და უნდა შევიქმნათ ასეთი ცნება გვაქვს ჩვენ დისპოზიციური განწყობის. აი წინასწარი განწყობა შევიქმნათ, იმიტომ რომ არის კიდე სიტუაციური განწყობის ცნება და ეგ განწყობა მარტო ემოციებს არ ეხება. ემოცია მდგენელია ჩვენი შინაგანი აი მზაობის, რომელიც სიტუაციურად მოქმედებაში იქმნება და გადადის და გვაქვს კიდე წინასწარი განწყობა, რაღაც გამტკიცებული, ძალიან გამჯდარი, გამყარებული, ხო? კარგია, როცა ცნობიერად ჩვენ, იმიტომ რომ არაცნობიერი განწყობა საერთოდ არაცნობიერია პირველადი სახით, ჩვენ თვითონ ვიქმნით განწყობას, იმიტომ რომ გონიერი ცოცხალი არსებები ვართ. აი ახალ წელს მე მესმოდა კულისებიდან თქვენი საუბარი და ვფიქრობდი, რომ რა ზუსტ რამეებს ეუბნებიან ჩვენ მაყურებელს, რომ მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს გააზრებული, გაცნობიერებული, რა გვინდა ჩვენ ამ წელს, რა გვინდა და როგორ გვინდა რომ ამას მივახციოთ. დიახ და თქვენ დისციპლინით დაიწყეთ და აქ უნდა ვთქვათ, რომ აი კარგია დროის, ასე ვთქვათ, მონახაზის ქონა, ხო? აი დროის ფაქტორი, დროის მართვა, რასაც დროის მენეჯმენტს უწოდებთ, დისციპლინა ოპერიდან არის, ხო? როდის რა მინდა რომ გავაკეთო, ვთქვათ, პირველ ტრიმესტრში, პირველ 3 თვეს რა შევაკეთებ, ხო? შეგვიძლია წელი ესე დავყოთ ფიგურალურად 4 ნაწილად, 3 თვის განმავლობაში, მერე ის 3 თვე კიდე დავანაწევროთ და თუ რამე ისეთი უფრო დეტალიზებულია ჩვენი სურვილები, შევქმნათ ეს ცნობები. აუცილებლად უნდა დავგეგმოთ და აქ ვიტყვი რომ ადამიანი რა თქმა უნდა თავის მომავალს და ვერავის მომავალს პროგნოზირებას ვერ გაუწევს, ნევროტიზაციას იწვევს ეს თუ ადამიანი ზის და ფიქრობს იმაზე რაც მასზე არ არის. მაგრამ რაც ჩემზეა, ეს არის მე საზღვრების საკითხი. მე უნდა გადავწყვიტო ჩემზე, ნიშნავს ჩემი არჩევანის, ჩემი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების
ცვლილებების საკითხი, რაც თავისუფალ ნებას ქმნის. აი ეს რა არის, რაც მე მჭირდება რომ გავაკეთო და საკუთარ თავს უნდა შეუთანხმო ეს დიალოგის გზით. თქვენ აღნიშნეთ რომ ეს მიზნებიო, რაც გვაქვს უნდა იყოსო რეალისტურიო. აუცილებლად. თუმცა და ეკოლოგიური. ეკოლოგია მარტო ბუნება არ არის. ანუ იმ მიზნებში არ უნდა შედიოდეს, რომ სხვა ადამიანებს თავზე გადაუვლით. რა თქმა უნდა, ჩვენ საზღვრებში უნდა გქონდეს მიზნები. მაგრამ მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც შეიძლება გქონდეს არარეალისტური მიზნები, მაგრამ არა ეკოლოგიური. მაგრამ ეკოლოგიური პირიქით. თუმცა რაც უფრო დიდი არის მიზანი, მით უფრო დიდი არის წარმატება. რაღაცა ესეთი ფორმულა აქვს ყოველ შემთხვევაში. მე იმიტომ რომ თუ რაღაცა პატარა მიზანი გვექნება, შეიძლება უფრო ნაკლები იყოს შედეგი. მაქსიმუმი რომ მიიღო ოპტიმუმი. აი ეს ამ ფორმულით ვარ მე და თქვენ კეთილი, აქვე ვიტყვი უკვე მოკლედ გავაჟღერე რომ არის შორი და ახლო და შორი მიზნები. ეხლა ხვალდილას რომ მე დავგეგმო რომ ვერტმფრენი შევიძინო, ხო, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ მე მინდა ძალიან ვაუტრირებ ახლა რაღაც ისეთი რაც რისი ფინანსური შესაძლებლობაც აშკარად არ მაქვს ახლა მაგრამ მინდა იქით წავიდე ფინანსებს იმიტომ ვეხები რომ ძირითადად ადამიანებს რაღაც დიდ წილად რა თქმა უნდა ფინანსებთან დაკავშირებული აქვთ მიზნები და ასე ვთქვათ მისწრაფებები ხო ყველა შემთხვევაში რომ ძალიან მაღალი ასე ვთქვათ ღირებულებების მიზნებიც ავიღოთ ვთქვათ რომ ქველმოქმედებაში გავაერთიანოთ უამრავი ასეული ადამიანი როგორ გავაკეთო ეს უკვე ვთქვი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ და ეს ოცნება კარგია ძილის წინ არ შეიძლება ოცნებაზე აი daydreaming-ი რასაც ქვია ეს ინგლისური ცნებაა ხო დღის განმავლობაში თუ ჩვენ ვოცნებობთ ეს ნიშნავს რომ ჩვენ აწმყოს კარგავთ პროდუქტიული არა ვართ პროდუქტიული და მეტიც ესე იგი საერთოდ ზოგჯერ ესე ხდება რომ ადამიანს აღარ აქვს ხოლმე მის გარჩევის უნარი ეხლა რა არის და აქტუალობა რა არის და ის რაც მისი ოცნების საკითხი ამიტომ მე აღარ ჩავალ სიღრმეებში თითოეული საკითხი რომელსაც თქვენ ასე ვთქვათ აყენებთ ეხლა სასაუბროთ გეგმაში არის ცალკე თემა რა აი ძალიან სერიოზული თემები თქვა რომ ძილის წინ თვალებს რომ დავხუჭავთ და უკვე ძილისკენ რომ მივდივართ კარგია ძალიან ოცნება და რაც შეიძლება უნდა იყოს დეტალიზებული ერთი რაღაცა მინდა კითხოთ ქალბატონო მე გამიგია რომ ღამით არ დაგეგმო მომავალი დღე ღამე არ დაგეგმო ჯობია დილიდან პრობლემებზეც დილიდან იფიქრო პრობლემის მოგვარების გზებიც დილიდან ეძებო და აი დილიდან დაიწყო ეს ყველაფერი აი ეს დღის მანძილზე ვიტყოდი და როდესაც ჩვენ ვადგენთ აი თქვენ ბძანეთ ჩვენ რუტინას ხომ საღი გონება გჭირდება ამისთვის იმიტომ არ ვარ გამაგის ძილის წინ კეთება რომ მე მოდის რაღაცა მთელი რიგი ბარიერების პრობლემების და წინააღმდეგობების საკითხები რომელიც მოწვევების სახელით არის ხო ცნობილი და ჩვენ და დავძლევთ. ამიტომ რა თქმა უნდა დღისით ჯობია ამის კეთება, ამიტომ როცა ჩვენ ენერგია აღარ გვაქვს დაღლილი ვართ, განლევა ხდება ამ ენერგიის, მერე ჩვენ მაინც და მაინც რაციონალურები და ასე ვთქვათ, საღი აზრის მქონენი ნაკლებად ვართ და გაგვიჭირდება გამკლავება პრობლემურ საკითხებზე. ადამიანები, ვინც იწყებენ ღამე ფიქრს, ისინი თვითონ ხდებიან თავიანთი უძილობის ავტორები. აი ზუსტად უძილობა მინდოდა მეხსენებინა და ქალბატონეთი აქვე უცებ გითხავთ სტაბილურობა როგორ შევინარჩუნოთ გასაგებია რომ მე ჩამოვწერე გეგმები რომელიც შესაძლოა რეალობასთან ახლოს იყოს კი ბატონო დავიწყე ამ გეგმების შესრულება ნაბიჯ მივყვები თუმცა ყველაზე მეტად გვიჭირს სტაბილურობის შენარჩუნება რაც გარანტია არის თუ გადაუხვიეთ არ ჩავყაროთ წყალში იმპროვიზაცია და სპონტანურობა რომელიც ყოველ წამს ხდება რაღაცეები ხო უფრო ადრე მინდოდა მოსვლა მოხდა რომ ზუსტად იმ დროს მოვედი თავარი არის რომ აი რაც ჩვენზე არ არის იმაზე ჩვენ არ გავირთულოთ საქმე და არ დავხარჯოთ ჩვენი ენერგია და არ ვიღელვოთ. აი დავარეგულიროთ საკუთარ თავთან დიალოგი ვახსენე ესეც. მნიშვნელოვანია რომ ამ გზით ვაკეთებთ, დავიმშვიდოთ თავი რაც ახლა რა აზრი აქვს საცობში ვდგავარ.
აი მაგალითად ყოველდღე გადავწყვიტე რომ გადავფრინდები არა მაგალითად დავგეგმე რომ ყოველდღე უნდა მივარჯიშო, მაგრამ არის დღეები, როცა ფიზიკურად ანუ მენტალურად უფრო მეტად არაუშავს თუ გამოტოვებ. აი ფიქრობ რომ არ შემიძლია დღეს ამ და დისციპლინით ძალიან კარგი, თუ თქვენ სხეული ორგანიზმი კარნახობთ, რომ დღეს თქვენ არ ხართ ამისთვის მზად, თავარია რომ ამით არ გადახაზოთ. და თვეში თუ 29 ჯერ ხდება ეს? ნუ ეს უკვე მაგას ხარ ამექვია, მაგას ქვია სიზარმაცე და თავის მოთხოვება. ზოგადად ადამიანებს უჭირთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მიჩოვლები არიან დღის წესრიგი აქვთ თავიანთი, ასე ვთქვათ და შესაბამისად ცვლილებების ეშინიათ. აი ეს პრობლემა როგორ უნდა დაძლიონ ადამიანებმა? მე ვფიქრობ, რომ რისიც ეშინიათ, რა თქმა უნდა, მე რაღაც ზიანის მომტან რისკებს არ გულისხმობ, ცალსახად გავემიჯნები ამას, ხო? როცა იცის ადამიანმა, რომ ეშინია იმის, რაც მისთვის კარგია, მნიშვნელოვანია და საჭიროა, რაც უფრო ივარჯიშებს იმ შიშთან თვალის გასწორებაზე და იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე, მე ხდება ესეთი რამე, ისეთი სიამოვნება მოაქვს იმას, რომ სირთულეს გადააბიჯა, გაუმკლავ და ის თავის ტვინი გამოყოფს მერე ბედნიერების ჰორმონებს, თავარია მივაქციოთ ამ სიხარულს, აი გამარჯვების სიხარულს ჩვენი ყურადღება და მერე ის გაგვამეორებინებს კიდე. უამრავი დეტალია, თავარია არ დავრჩეთ ჩვენთვის ზიანის მომტან კომფორტის ზონაში. კომფორტის ზონა დასვენებაა და ახლა ვორკოჰოლიზმი და არასდროს დასვენება ჯანმრთელობას რისკებს უხადის, გადაწვის საშიშროება დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა განვითარებულ ქვეყნებში პროფესიული გადაწვა. ეს ვინც ძალიან ბევრს მუშაობს და დიახ ზუსტად და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ უკიდურესობებს მოაქვთ ერთნაირი უბედურება. ბალანსი არის მოკლედ ოქროს გასაღები, ბალანსი და დისციპლინა. ალბათ ძალიან დიდი მადლობა. ბალანსის დოზა აქვს. უნდა ვიგრძნოთ რა არის ჩემი დოზა, ინდივიდუალურია. სხვისი დოზა, ჩემი დოზა ვერ იქნება. ძალიან დიდი მადლობა ფსიქოლოგიის დოქტორი თია გოგოტიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რაღაცა მინდა ვიკითხო, მაგრამ აი დრო აღარ აქვს. ერთი დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ მოგზადეთ წარმატებულ დღეს გისურვებთ. თქვენც ასევე ბედნიერად. დიდი მადლობა. ესე იგი დავიწყეთ ახალი წელი, ახალი გეგმებით.